დღეს ხმაური იყო ხაშურის რაიონში, სოფელ პატარა ფლევში მოსახლეობა სასმელი წყლის მოთხოვნით შეიკრიბა და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. პროტესტის გამოსახატავად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამგეობის შენობა ლურსმებით აჭედეს. ტერიტორიული ორგანო სამშენობის კარი პატარა ფლეველებმა დღეს ლურსმებით აჭედეს. პროტესტის ამ ფორმას ადგილობრივებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც სოფელში ერთადერთი წყარო დაშრა. ადგილობრივების ინფორმაციით ისინი სასმელწყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. ხელისუფლება კი წყლის სისტემის მოწყობას არ ჩქარობს. გამგებელი ყურადღებას არ გვაქცევს. რამდენჯერაც დავუდგეთ დილის საკეთია 7 საათის მერე გარეთ ვსვლივართ, ქალები ჩვენ გვერდზე არიან სულ ყველა. წყლის ამბავზე ვრეკავთ ხაშურში, არავინ არ მოვიდა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. რამდენჯერაც არ აქვს ცალი, მავიცვის ცალიათ. ჩვენთვის თუ არ აქვს ცალია სოფლისთვისა, თავი ჯიბებით ცალიათ იმათაგან. ჩვენაც წყალი გვინდა, წყალი არ გვაქვს, რო დავლიოთ სახში. იმ ირგვლივ გადავკეთეთ ეს კარები, რომ ყურადღებას არ გვაქცევენ, ტელეფონზე ურეკავთ. ხან გვითიშავს, არ აქვს ცალია. ისე მაინ გავცეს პასუხი, რომ აი მოვალ, ან რომელ საათზე მოვალ. კონკრეტული სიტყვა გითხრას, რომ მოვალ მე ამა და ამ დროს დამელოდეთ. არაფერს არ იზახის მო. ხალხმა რა ქნას? ხოცოდოები ვარ ზმო, არა? საერთოდ არ მოდის აქ აბა, ცარი. საერთოდ არ. აქ რა, აჰა. ხელი ამ სოფლის წყალი ეს არის. ეს არის სოფელი, ამით იარსებებს, ამით. სასმელი წყლის მსგავსად პატარა ფლევში ადგილობრივ მცხოვრებლებს არაერთი პრობლემა აწუხებთ. ისინი ხელისუფლებას ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებენ და მიცემულ დაპირებებს ახსენებენ. არც გზა გვაქვს, არც ინტერნეტი, არც მაღაზია. წყალი მაინც არ უნდა გქონდეს. არც დღიდან არჩევნებიდან აქამდე მარტო წყალს ვითხოვთ. ოღონდ საგვირჩიეთო გვეხვეწებოდნენ და რა სამოფო წყალს არ გაგიკეთებთო. შარშა გადმოირიცხა თანხა, წყლის თანხა და სურამი დაიტბორაო და გადაურიცხეთ სურამსაო რა გიყოთო. წელსა ეხლა გადმოირიცხა თანხაო, ახლა ტენდერი უნდა იყოს, გვატყუებენ თელი ზაფხული. შვილო თუ არ მოგხვედეს, გომში წავალთ და ტრასას გადავკეტავთ. აღარ შეგვიძლია, შვილები გყავ, შვილიშვილები, ვიხოცებით უწყლოთა. 50 წლისა და 70 წლის ქალბატონი რო 100 ლიტრა წყალს აიკიდებს, მოვიდნენ მთავრობა და გავქცეს პასუხი, გაგვიკეთონ წყალი. დაპირება იყო ასეთი ახლა, რომ მთავრობისგან რომ გამგეობიდან რომ იქნებოდა და ახლა დაწყობილიაო პროექტიო გვეუბნებია, გეოლოგებიც იყო მოსული, თუმ ნახესაც დაარჩეს, კიდევაც ნიშნულის დაარჩეს, სადაც წყალი იქნებაო და აქ უნდა დაიბურღოს, მაგრამ გავიდა ამ ხალხს აღარ შეუძლია, კაც მთელი წელია თითქმის ასეთ მდგომარეობაში არის. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ფლევის თემში ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როინ ცხოვრებაძის ინფორმაციით წყლის სისტემის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. მოხდა შესწავლა სოფელ პატარა ფლევის წყალთა მოკვლევასთან დაკავშირებით და გამოირკვა ჰიდროგეოლოგიური დასკვნიდან, რომ სოფელ პატარა ფლევზე არის მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული წყლები, ამიტომ ჰიდროგეოლოგების დასკვნით, როდესაც მოძიება მოხდა შიდა წყლების ძირითადი დასკვნა ასეთი მოგვივიდა, რომ უნდა მოხდეს 150 მეტრიანი ჭაბურღილის გაკეთება, რომელიც ჩვენ ხაშურის მუნიციპალიტეტმა გამოვაცხადეთ ტენდერზე. ამ წუთში მიმდინარეობს ამ სამუშაოების შესრულება. თუ გამოგვეხმარება, თუ კი არა, უпроსტად გამოგვეხმაურება მშენებელი კომპანია, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს ძირითადი სამუშაოები და იმის და მის შესაბამისად დაიწყება სოფელ პატარა ფლევში წყალთა გამოყვანის და დაქცევის სამუშაოები. პატარა ფლევის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ წყლის სისტემის მოწყობა უახლოეს პერიოდში არ დაიწყება, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ. ბიძინაიო მილიარდელია, მილიარდელი თავი ჯიბის ყოფილა სოფლისთვინა, ხალხისთვინა.